თეკლა მოგწონს? შენ რა იცნობ? დღეს გცალია. კი. და სახლში მარტო ხარ? მარტო ვარ. ძალიან კარგი, ესე იგი პატას დაიტოვე ბაბა დროებით. გადასარევი ბიჭია, ჩემი ნათესავია, ძალიან მოგეწონება, ეხქვავე გაგაცნობ. მოდი. გაიცადე. გამარჯობა ილია. ელენე? ილია. დაუჭიპო. კარგით რა, აღარ მოგბეზრდათ, 2 დღეა გადაბმულად იცინით ამ ჩემს ჭიბზე. ოხ, კახა, რა იყო ბიჭო ეს ოკანი რა დაბაზე გაქამ სააბაზანოში და მუხლებზე დაჩოქილმა დავივანე პირი რა. ისე პრინციპში ახლა აი შენ რო გაკვირდები ხო აი ესე რო ავიღოთ შენი ზომები რო ავიღოთ აი ეს ბინა ხო სულ თავისუფლად შეიძლება ესე კახა გაიღვიძე აბა გაიღვიძე გამარჯობა აბა როგორ ახლა როგორ გეძინა არაჩვეულებრივად სუდათ მეძინა კახა ფეხები მტკივა საშინლად აბა რატო ცუდად გიდო სუდად კი არა მედო კაცო საწოლი ისეთი მოკალია რომ ვერ დავეტიე და მთელი ღამე ესე მქონე ფეხები გაშვებული დავიტანჯე დაჭიმული და ფეხები ძლივს დავდივარ. რა ვიცი გუში რამდენჯერაც გადმომხედე ორივე თვალი დახუჭული ქონდა. კახა შენ მხარეს რომელი თვალიც ქონდა ეგ ქონდა დახუჭული თორე კედლის მხარე რომელიც ქონდა ხო ის ქონდა თელი ღამე აი ეს ამეძინა თელი ღამე და წარმოგიდგენ ეს დაიწყება როგორ ბატონო კახა ყავა ხომ არ გნებავთ ის გამოვით ხო რო არ ვიცი სად არის კარადაში კარადა რო არ ვიცი სად არის სამზარეულოში აი სამზარეულოც რო არ ვიცი სად არის რომ გახვალ ხელ მარჯვნივ აი ვაიმე მარჯვენა რო არ ვიცი რომელია კარგი მე მოვადო მოადო კი ბატონო ნელა არ ჩამოვარდი რა საკეთებ ხილად ჩამოვარდი აი მოადო ორი მოადოღე მეც მინდა ხო კახა ჩემსაც წამოიღე ატა წესით მე კი არ უნდა გიდუღებდე ყავას შენ უნდა მოქონდეს ლანგარზე დადებული ყავა და ფუნთუშები ჩემთვის ო რას ლაპარაკობ დილის პრესა ხო არ შემოვარებელი ბატონო კახა აი ეს ახლა რო გიყურებთ ხო აი მე მგონი ხვდები რატო არ ხართ მაღალი თქვენ არა ხო გაინტერესებთ ხო რას გეტყვით აბა იქნება რას გეუნები ისი რატო არ ხართ თქვენ მაღალი მე მგონი თქვენ ბატონო კახა აი ნაწილები გაკლიათ არა აი მართლა ხო აი ჩემი აზრით ახლა თქვენ მუხლები და წვევები კი არ გაქვთ აი ეს ტერფები ეგრევე ბარძაყებზე გაქვთ არტყმული ქვევები ეგრევე აი ეგრევე არა ისა ბატონო კახა რა არის ეხლა ვფიქრობდი და მარტო სიგრძეზე რატო გძინავს ხოლმე სიგანეზეს დაეტევი შენ ხო და თელი ღამე იკოტრიალი აქეთ იქით აი ეს იკოტრიალი ხოლმე ხო ხო რეზიკო არ ვიცი როგორ მოწვევ და ჩემია სახში გასვლას აპირებს და მე მოვწევ ისა სანთებელას ყიდვა რომ დაგავწყვეტ და რითი უნდა მოუკიდოთ ასანთითაც შეიძლება? ნიკა, გამარჯობა. ესენი მაინც მოვიდნენ რა. ნიკა, ელენე სად არის?
ლაშა, ზემოთ არის? შენ უკვე მოხვედი სკოლიდან? რომელი საათია უკვე მოხვედი? ეს ცით რა არის? ტელეფონია, ვლაპარაკო. ის ლაპარაკი ელენეს? თუ ეგ არის უთხარი გაჩერდით რა, მაცალეთ. ხო, რეზიკო. რა ვიცი, ესენი მოვიდნენ. იმედია მალე წავლენ. ნუ, თეკლა მაინც. სოფი ვერ მიწევ, თუ უკითხავს რა ბოლია, უეწყი ნისლია მეთქი. ანდა შეიძლება საერთოდ არ იცის, რომ ბავშვებმა სიგარეტი არ უნდა მოწიო. აი, წავედი. ელენე, რა ხდება? ილიასთან მივდივარ, იმ დღეს ბარში შემხვდა, შემეცოდომ და დაველაპარაკო. ელენე ადამიანი რომ შემოხედავს კი ვერ იფიქრებს რომ სალაპარაკოთ მიდიხარ. აუ გოგოებო რა კარგია რომ მოხვედით, ნიკას დატოვება არ მინდოდა სახლში მარტო და ხო დაიტოვებთ და ამეცადინებთ. აუ კარგი რა დედა რა მარტო იმეცადინებთ ხო? აუ თან თეკლა და სოფიმ რა უნდა მომეცადინონ? ნიკა, მე რეცოდი არ მეჩხუბო დაბალი ქულები რატო ყავს? ო ნიკა გაჩუმდი, რა სიტყვით? კარგი ვამეცადინებთ. ძალიან ელენე, სად უნდა შეხვდეთ? შენ და ილია. სად უნდა შევხვდეთ მე და ილია და ილიასთან მივდივარ სახლში. არ იცი სიურპრიზს ვუმზადებ. მე რა კარგია. გოგოებო ისე არ ვიცი, გაბრაზებული შევხვდე თუ გაღიმებული. ნახევრად გაღიმებული და ნახევრად გაბრაზებული. კარგია, ელენე, ეგრე კარგია. ო, რა კარგია. და შენ უკბილო ხუმრობას გირჩენია. დღემოდენ დღეზე ვიფიქრო. დღეს გადამწყვეტი დღეა თქვენთვის. ან შენ დარჩები, ან საბა. უი, ხო, ბატონო. ანუ გადაწყვიტეთ უკვე ვინ დარჩება, მე საბა თუ ლაკუცი დავიწყო. არა, ჯერ არ გადამიწყვეტია. აჰა, ესე იგი ლაკუცი. კარგი, ბატონო კახა. შეფ, იცი რა არის გუშინ ღამე საბანი ქონდა გადახდილი და მე დაგაფარე. ხო? მართლა? აბა, ეგეთი რამე არ დამართია. მე და რატომ ხონდა საბანი გადახდა? არა, არიცი, თავიდან უბრალოდ მე გადაგხადე. შემცივდა რა. შემცივდა და გადაგხადე, ხო და მე დამცხა ორ საბანში და ერთი ისევ გადაგაფარე. აი რა ვქნა, აი ესე ვზრუნავ თქვენზე ბატონო კახა, აი ესე ვზრუნავ თქვენზე. დიდი მადლობა ზრუნველობისთვის, მაგრამ ეგ არ გიშვილის. ვიცი შეფ, ვიცი ეგ რო არ მიშველის და ისიც ვიცი რა მიშველის. სხვათა შორის დღეს სანამ თქვენ გეზინათ, ეხლა სიტყვით ხო უნდა გამოხვიდეთ. სიტყვით ხო უნდა გამოხვიდეთ ხო და მე დაგიწერეთ ეს წინასწარო, გაგიადვილდეთ უფრო რა, რო არ იწვავთ, ხო ხდებით? წაგიგითხავთ ეხლა, აბა, მოусმინე შეფ. პატა ფერაძე არის უაღრესად განათლებული, უნიჭიერესი და ყველაზე ღირსეული პიროვნება. პატრიოტი, ნამდვილი პროფესიონალი, ის გენია, ბატონო, გენია, აბა. საბა კი არის ერთი მდარე, არაფრით გამორჩეული რიგითი ბიჭი. საბა არაფერია, საბა ნოლია, საბა სიცარიელეა, საბა არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. პატა მარადისობაა და პატა უსასრულობაა. უსასრულობა ხო იცი რომელია ეს დაწვენილი რვიანი, ეგ არის უსასრულობა. და ბოლოს ბატონო კახა ესე მთავრდება. მე მზად ვარ ჩემი ადგილის კი დაუთმო პატა ფერაძეს. აი სულ ეს არის ბატონო კახა. ხო და ეს რა ვიცი ბოლო შეგიძლიათ არ წაიკითხოთ. გოგოებო სახლში უნდა მივიდე ილიასთან, არ იცი სიურპრიზს ვუმზადებ. აბა წარმატებები მისურვე და ნიკა ამეცადინე. არ ინერვიულო ელენე, მე ვამეცადინებ. არ ინერვიულო ელენე, სოფისაც ვამეცადინებ. წავედი. ნიკა დე, მიყვარხარ. მე არა. ნიკა, აბა რა გაქვს ამეცადინო? გეოგრაფია და ვიმეცადინე უკვე. ხო, აბა ჩამაბარე. სოფის ჩავაბარებ. მოდი, ჩემო პატარა, მოდი. მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარეა ბრიზი. ყველაზე მაღალი მთა სადუჩინი. და ყველაზე დიდი ქვეყანა დანია. ხოჩახ, იცის ბავშვმა თქო. წიგნებს ავიღე. ნიკა გააგრძელე კითხვა.
ყველაზე წყალუხვი მდინარეა ამაზონი. ამაზონი არა 6 PM. ვაიმე, გააგრძელე ნიკა. ყველაზე დიდი ტბა კასპიის ზღვა. რა სულელები არიან ყველაზე დიდი ტბა ზღვა როგორ არიან? თქვენ რატო არ გეცინებათ? რა ვიცი, გადაღლილები ვართ. მადლობა ბატა, მაგრამ მაინც დავფიქრდებით და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენგანი დავტოვო. შეფ, მე თუ ამიყვან სამსახურში, ბაბუა ჩემისგან გერგება არაჩვეულებრივ სუფთა წითელი ღვინო, ჰა? ბატა, ამას ქრთა მიქვია. არა ბატონო კახა, მაგას ქვია ძღვენი. ხოლო ქრთა მიქვია იმ ორასლას, რომელსაც მე ჯიბეში ჩაგიკუჭავ, თუ ძღვენი არ გააბართლებს. აი, გარი. ეს არ დაგჭირთ მე ვიქო. და ხომ გითხარი, ჯერ არ გადამიწყვეტია. მივალ სამინისტროში და იქ გადამწყვეტ. არა ვიცი, კი ბატონო, მაგრამ მე მაინც გირჩევ შეფ რომ ამიყვანე სამსახურში გეუბნები თორე რომ მოვალ შენთან სახში და ყველა ნატურას რომ მოუშვებ, ყველა ოთახში, ხო? მე შე რო ვერ მიწვდები და რო ვერ მოუჭერ, ის ხოლე სიგნალეში იცი. აი გე? აი ჩემი ამიყვანე. კარგი გეყოფა. ისედაც გვაგვიანდება, ხო ხედავ, წავედით. ხო, წავედით. იცით ეკლამ შენზე რა თქვა? რა? დაჯექი. რაო? მოვიდა და მითხრა. რა? კახა არისო. მერე? სამსახურში თუ ამიყვან ამ ამბავს გაგრძელება იქ. აგი პარა არ შეიძლება სამსახურის და პირადი საქმის ერთმანეთში არევა. ხო ხდებია რა? რატო შეფ მაგას რატომ მეუბნები? არ გინდა რომ თეკლასთან საქმეები ჩაგიწყო, ჰა? შვენიერი გოგოა, შვენიერი ბინა გაქვს. მოიყვან მე აქ და იყავით ერთად და იცხოვრეთ ბედნიერად. ფიფქიამ და ერთმა ჯუჯამ. კარგი, წავედი. წავედი. ისე შეფ მაგაზე იფიქრე ხარ, აი, შენ რომ მართლა მე ამიყვანო სამსახურში, ხო? მე ხალხი არ იტყვის რომ პატა ფერაძე იმიტომ აიყვანა სამსახურში რომ კახასთან ეძინაო. ბატა. ხო რა არის, პრინციპში მართლა ეგრე არ გამოდის. წავედი. აი, შეფ მოგითხარი, ეს არ დაგჭირს მეთქი რა, რა უყურადღებო. მიდი გლობუსი მოიტანენ. მიდი. ვაიმე როგორ მიყვარდა იცი ბავშვობაში გლობუსი, სულ მაგით თამაშობდი. მართლა? ხო. მომეცი ნიკა? აი ეს. ხო, კარგია, სოფ. ნიკა, ნახე, ეს არის დედამიწა. ხო. აი, ეს არის მზე. წარმოიდგინე, ეს არის მზე. და დედამიწა რომ მზის სისტემის პლანეტაა და მზის გარშემო რომ ბრუნავს, იცი, ხო? ისე. ვაიმე გული მერეო. აი ეს არის ნიკა საქართველო. აი ეს არის საქართველო. ეს არის ევროპა მთლიანად. შეხედე? აი ეს არის იტალია. ნახე, ჩექმის ფორმა აქვს. მანახე. აი ეს. თეკლა, აი ზუსტად ესე ჩექმაზე გეუბნებოდი. ოღონდ ცოტა სამე. ზუსტად. ალო? დიახ. ახლავე კარგი 15 წუთში მან ვიქნები. რა ხდება? ბარიდან დამირეკეს უნდა მოხვიდეო. 3 კლიენტი შემოვიდა და უნდა იმღერო. 3? მართლა? გაიქეცით ეკლა არ დაგაგვიანდეს 3 კლიენტი შემოვიდა. რაღაცა და სოფი შენ გიტოვებ ნიკას და ამეცადინე. რა? ხო, მართალი ხარ, სოფი ჯობია შენ წამოხვიდე, ეს მარტო უფრო კარგად იმეცადინებს, ვიდრე შენთან ერთად. წამოდი. მადლობა თეკლა. კარგად. ლადო, აბა, რაშები როგორ ხარ? როგორ მიდის ვაჭრობა? ერთი ქალბატონი იყო შემოსული ქადებს ყიდა და ორი ცალი ავიღე ჩვენთვის. რა ქადებს ყიდა? შენ თუ გაყიდე რამე თქო? არა, მუშაობა არ არის. არა, გავგიჟდები. არა და წესით უნდა იყოს მუშაობა. უნდა იყოს ისეთი საეჭო
სასადილოა ჩვენს წინ რომ უნდა იყოს მუშაობა. დიანას ხوار დაურეკავს. არა. გისმენთ დიანა. დიანა არ უნდა დაგიძახოთ ლაშქრობა ვერ მიხდეს. კარგით. კი აფთიაქშია. კარგით, როცა გავა შეგატყობნებთ. კარგით, ნახვამდის. სხვაგან მოხვდით. რანაირი აფთიაქია, რა ფულის დასახურდა რომელთაც არ შემოდის არავინ რა. დიახ. მიხედე საქმეს. ვეჭედე? ლადო, ვიღაცები მოდიან აქეთ. ხო და, აბა, ღიმილი? არა, აქეთ არ მოდიან მოხსენი ღიმილი. არა, აქეთ მოდიან ღიმილი ლადო. ხო, ესენი ჩემი მეზობლები არიან, გია და მარინა. ლადო, შენ აღარასოდეს გაიღიმო. სამუდამოდ მოხსენი ღიმილი. ლაშა. მარინა გია. გილოცავს გახსნას, გილოცავს. მადლობთ. აკარგი აფთიაქია. ეცადეთ. თარა კარგ ადგილზეა. ხო. ადვილად მოაგენით? კი, გიამ ხო იცოდა. გაჩერებიდან корпуს შემოუარეთ, მე ღობეში გამოვძვერით, მე დიდი გუბიდან მარცხნი ვიარეთ და მოვედი. გაიცანით, ეს არის ლადო, ახალგაზრდა პროფესიონალი. გავარჯოთ. ძალიან სასიამოვნო. მადლობა. აბა, როგორ მიდის ვაჭრობა? რა ვიცი გია, რა ვიცი რა, ლამის არის ვინათ რომ ქარბუქი ამოვარდეს ერთი 15-20 წუთით რომ ხალხი გაცივდეს და იქნებ შემოვიდეს. არ ინერვიულო, გიას ბრონქების გადამკიდე, ჩვენ ვიქნებით შენი მუდმივი კლიენტები. დაწყნარდი ელენე, ყველაფერი კარგად იქნება. კარზეს არს დავრეკავ, ილია კარს გამიღებს. მე ვეტყვი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ თქო, ილია რამე სულელური ხუმრობით მიპასუხებს, გაეცინება, მეც გამეცინება, ყველაფერი კარგად იქნება. ხრმად ისუნთქე ელენე. აი მე და რა მინდოდა. მაინც არაფერი არ ჩანს. ესე იგი კარგია თუ არა. ომადას დავიმატებ. ესე ეხლა კარზეს არს დავრეკავ, ილია კარს გააღებს და პირდაპირ ვაკოცებ. თუ არა, ჯერ დაველაპარაკები და მერე ვაკოცებ. ესე იგი, ეხლა აფთიაქში თქვენ ყველაფერი გაქვთ? დიახ. მართლა? ესა, მეგობრისთვის მინდა და ჭიპი გააქვთ? შეიძლება გავიცინო. თქვენ ჭიპის ყიდვა უნდა. ხო, მიხედე საქმეს.
რით შემიძლია გემსახუროთ? ეთი რა გიასთვის ბრონქების წამალი მინდა და რას გვირჩევ? ბრონქებისთვის წამალი გინდათ, რას გირჩევთ? ლადო. თქვენთვის გნებავთ? არა, გიასთვის. მაშინ გირჩევთ გვერდით აფთიაქში მიბრძანდეთ და იქ იყიდოთ. ჩვენთან სიძვირია. ეს მართლა კარგი ბიჭი ყოფილა. კარგი ბიჭია და კარგ საყვედურსაც მიიღებ თქვენ რო წახვალთ. მაშა, არ გეტყვი. კიდე მინდა 10 აბი ლიბექსინი. ლადო, 11 ჩაუყარე ახლობლები არიან. მაშა, თაგვის წამალი ხომ არა გაქვს? რა, უნდა მოწამლო? არა, გას, ეგ როგორი ფიქრა? გასლობა. რა? ой, გაზაფხული მოდის. ორგანიზმი გამოფიტული ექნება. ვიტამინები ვიგულისხმე ანუ. აჰა, ვიტამინი. რა არის გია იცი ახლა ჩვენ აფთიაქში ეს თაგვის ვიტამინები არ აქვს. ეგ მინუსი აქვს, ამ აფთიაქს აქვს. ზოომაღაზიაში რო გეცადა. კარგი, რას ლაპარაკობ? ზოომაღაზიაში რა მინდა? ოჯახის თაგვია რა. არა გახეს ეგ. არა, არა. აი ეს ბრონქების წამალი, მაგრამ წნევა ხომ არ აწუხებს? წნევა რა შუაშია? დარწმუნებული არა ვარ ეს ბრონქების წამალია თუ წნევის და მეც თავი რომ დავისვიოთ. ბრონქების წამალია. ბრონქები აწერია. ბრონქები ახატია. და ბრონქების სუნი აქვს. ხო. აი გამომაცეთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გესურვებთ. ხშირად შემოგვიარეთ. ვარ მოგვაწყებლა. დედა გააღირა კარი აბაზანაში შევდივარ რა. აბაზანის კარი გავაღო? კარგი რა დედა რა. კარგი დედიკო, რა დაგემართა, როდემდე უნდა იყო ესეც უთხასიათზე? ახლა იცი არ მაქვს ახლა ხუმრობის თავი. და ხუმრობის ტანი? ჰა? აი ეს ასაცილო იყო, იუმორი. გეხოცები გააღირა კარი აბაზანაში შევდივარ. გავაღებ. გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ კარგი პირდაპირ კოცნა გადავიფიქრე. შეგება. მე ილიასთან მოვედი. ой, ილია რომ აბაზანაშია შესული მობრძანდით? აბაზანაში? თქვენ ვინ ბრძანდებით? მე გასაგებია, არაფერი არ მითხრათ, ისედაც ყველაფერი გასაგებია. ილია აბაზანიდან რომ გამოვა, უთხარით რომ უნამუსოა. რას მე რას ვკადრულობ, თქვენ რას კადრულობთ? ბოლო-ბოლო შვილი სტოლა ბიჭია. გადაიცით რომ ჩემი სახელი არ ახსენოს. აუცილებლად გადავცემ, მაგრამ თქვენი სახელი რომ არ ვიცი. ვაიმე, დედა, ვინ იყო ეს? ვაი, ვის ოჯახშიც ეს შევა? საბაცაცია. რა უნდა გითხრა იცი ახლა? შენ ხო იცი რომ დღეს ჩვენმა უმცროსმა კახამ, ხო? ერთ-ერთი უნდა დაგტოვოს სამსახურში. ნუ დაგტოვოს რა, დამტოვოს. ხო, ვიცი. იცი, ძალიან კარგი. ხო, თუ იცი, ხო და რა უნდა გითხო იცი საბა, ეხა აი დაუშვათ მოხდა ესეთი რაღაცა და შენ აგირჩიე, შენ დაგტოვა, ხო? ნუ თეორიულად ხო შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს, რომ შენ აგირჩიოს, ხო? ნუ დაუშვათ აგირჩია. ეხა მე იმას კი არ ვამბობ, რომ შენ აგირჩიოს მეთქი, მაგრამ ნუ დაუშვათ მოხდა სასწაული და აგირჩია შენ. აი ეს რა. ზათხარო სამუშაოს გაართვა თავი. ხვალ მოდი აქ ჩემთან კაბინეტში და გესმე. კარგი საბა, კარგი. გამარჯობა. საბა. რაცა გამარჯობა თუ რაღაცა გაიგე ხა შენ? აა და გამარჯობა. უი, ბოდიში შეფი, და გინახეთ. ვაპატეთ რა საქმეში გავჩავდე. მოკლედ მეგობრებო, დღეს თქვენი სტაჟირების ბოლო დღე არის და ამის შემდეგ ერთ-ერთი თქვენგანი დარჩება ჩვენთან სამსახურში.
საბა რა სიტყვი? მზად ხარ მორალური კრახისთვის, როგორ ხასიათზე ხარ, გიმთავრდება კარიერა, ბოდიში შეფ გისმენთ. მოგეთ სანამ საბუთეს მომზადეთ, მანამდე შეგძლიათ რამდენიმე სიტყვი თქვა, თუ რატომ უნდა დარჩეთ ჩვენთან თქვენ სამსახურში. შეგძლიათ. გისმენთ? საბამ დაიწყოს. წავით. ჩემი აზრით მე ვარ მოწესრიგებული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური და მაქვს ამ დარგში მუშაობის გამოცდილება. საბა, გეყოფა ეხლა მე, ხო? ერთი წუთი. ხო, გეყოფა ეხლა მე. ბატონო კახა, შე. ეხლა რა არის, საბამ რას თქვა, ეს ყველაფერი მეც მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, მე ვარ ერთადერთი შესაფერისი კანდიდატი ამ ადგილისთვის. ამასთან ერთად მე კარგად ვიცნობ რეგიონს, მის პრობლემებს და თეკლას. ძალიან კარგი, ორივეს დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მუშაობისათვის. ორივე ძალიან კარგი თანამშრომელი ყავთ, მაგრამ სამწუხაროდ ადგილი ერთია და შესაბამისად ერთ-ერთი თქვენგანით დარჩება. და ეს არის პატა ფერაძე. ბოდიში შეფ ისევ საქმეებში ვიყავი ჩართული და კარგად ვერ გავიგე და კიდევ ერთხელ გაიმეორებ რა თქვი. ახლოს ცოტა არ მესმის მაქედან და რადა თქვენ აგირჩიეთ? ბრასლაპო, გაიგე საბა რა თქვა. თეკლა ნახე რა სიმპათიური ბიჭია, როგორ მივიქციო ყურადღება. რა ვიცი, სოფი, შენ ისეთი სათვალე გიკეთია, წესით აქამდე უნდა მიგექცია ყურადღება. ყავა თქვენ შეუკვეთეთ? დიახ. ჩვენ შეუკვეთეთ. ბოდიში. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა? მე არ მცალია. ცელის ვკითხულობდი და გართული ვიყავი. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ეს ბოლო დღეებია სულ გადარბენებზე ვარ. ლონდონი, ლისაბონი, რეიკიავიკი, დუბლინი. არა უშავს ხა. ისა უკაცრავად ამდენს როგორ ასწრებთ? თეკლა რა გჭირს ეს ყველა ქალაქი 1 სასაათო სარტყელშია. ახლა მან შემაქო თუ გამლანცხა? შეგაქო. როგორ შემაქო? გამჭრია ხე ფრინველი არ არის? თუ ეგ ისპანახია. ისა უკაცრავად თუ მიმტანსელოდებით დიდი ხანი არ მოვა და თუ გნებავთ მანამდე ჩვენს მაგიდასთან გადმობრძანდით. ამდენს რომ მოგზაურობთ რა პროფესიის ხართ? საბუნების მეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ვარ. ხედავთ ეკლა ექიმია. უშუალოდ პროფესია კი ლანდშაფტური დაგეგმარება. ლანდშაფტური. მეც ვგიჟდები გეოგრაფიაზე, ეს ჯომალუნგმები, ამაზონები. ძალიან კარგი. მე სოფია როგორც ბულგარეთის დედაქალაქს. მე ოთო როგორც პალეონტოლოგოთარ ცავაძის. პალეონტოლოგ. მე თეკლა როგორც ჩემს დიდ ბებიას. გეოგრაფია თქვენს გიგო. არა, თეკლას არ უყვარს გეოგრაფია. გუშინ ვეუბნებოდი ყველაზე დიდი მდინარე ამაზონია თქო და ხო იცი რა მითხრა? ამაზონი არა 6 PM-ია. თქვენ რა პროფესიის ხართ? მე ვარ დიზაინერი და თეკლა არის ერისთავი. ხა. რა მხიარული სათვალე გიკეთე? მოგწონთ? არა. არც მე თეკლასია. იცით რა, კი ჩემია, მაგრამ მაინც და მაინც მეც არ მომწონს. სოფი, გამახსენე ბოლოს რა წაიკითხე? ბოლოს წავიკითხე სილამაზის სალონი. მარიო ბელატინი თქვენს გიყვართ? ხო. ასეთი განათლებული და დახვეწილი გემოვნების გოგო პირველად ნახე. ხო, დამიჯერეთ ასეთ დახვეწილ და განათლებულ გოგოს ვერსად ვერასდროს ნახავ. ავა შეუკვეთე და ეხლა შემოგვიერთდებით. დიახ, შემოგვიერთდებით, ხო? კარგი. ხედავთ ეკლა, მე 7 კლასის გეოგრაფიით როგორი ბიჭი გავიცანი. აბა, შენ ნახე ნიკა რომ მე 10-ში გადავა, მე რამდენ ბიჭს გაიცნო. კილოცა. მე
რას მიოცო შენაგირჩი? რატო საბა შენ ხო გინდოდა რომ ჩვენი სამინისტრო გაძლიერებულიყო და აყვავებულიყო ხო და ეხლა? ბატონო. იცი ძალიან გამიკვირდა რომ შენაგირჩიეს. რატო გაგიკვირდა საბა ეხლა? შეხედე რა პატარაა და ამას რატონი უნდა კონდეს ეხლა? რასა შენს ხარდი? ერთი წუთი საბა შენს ხარდი მაგრამ. ერთი წუთი დაწყნარდი შენ. ბატონო გახარ. ანუ საბოლოოდ გადაწყდა რომ მე ვჩები სამსახურში საბა კი არა ხო? რა თქმა უნდა. ესა ძალიან გთხოვთ რა სამინისტროში უცხო ადამიანებს ნუ გავეჩერებთ ხო? მოვაჭრე რაღაცა ხდება წავალ უნერულ. კარგი საბა შენ გული არ გაიტე ხო ერთი შემახსენე რა ქვია შენ სოფელს? პანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი. აჰა შუხუთი. საბა მომისმინე. მე თუ შენ სოფელს შუხუთში იუსტიციის სახლი, ოლიმპიური სტადიონი და უპაროლო Wi-Fi არ დაგიყენო მე არ ვიყო არაფერაზე. ძალიან დიდი მადლობა პაატ. არაფრის. საბა ეგეთ სახით მომიყურებ გეხოცებილი. ახი კიდე ეგეთ სახით მიყურებ. არა. არა. არა რა. მე არ მინდა. მე არ მინდა რომ სხვის უბედურებაზე ავაწყო საკუთარი კარიერა. არ მინდა ბატონო კახარა. მე აქ არ უნდა დავრჩე. მე უნდა წავიდე. უნდა დარჩეს ეს. იმიტომ რომ ამას მეორედ ვინა იყო სადმე კიდე სამსახურში. არ მინდა რა სწორად გამიგეთ. არ შემიძლია რომ უყურო ვიღაცის უბედურ თვალებს და მე ვიყო ბედნიერი და მუშაობდე აქ ჩემთვის. არ მინდა. არ მინდა არ გამოვა. სწორად გამიგეთ. ერთი წუთის დამაცადე. სწორად გამიგე შეფ რა. აი ეს ჩვენი საბაცაცია მაგარი კაცია. გამიჯერე მაგარი კაცია და უნდა დარჩეს აქ და საბამ უნდა გააგზავნოს საქმუშაობა და არა მე. მე ვიცი რომ ჩემი სამინისტრო, ჩემი ქვეყანა, ჩემი რეგიონი, ჩემი მინისტრი ამ ყველაფერს გამიგებს და მიფასებს რა. ხო და თუ მაინც დავიწყდა ხოლმე შედი მინისტრთან და შეახსენებ. კარგი? მოკლედ მე წავედი. რას მიყურებთ? ტაში მაინც დამიკარეთ. აი არც ვიცი რა ვთქვა პატა. რა უნდა თქვა საბა არაფერი, ტაში დამიკარი მეთქი, მეტი ხო არაფერი არ მეთხოვია რა. პატა. შენ რომ მითხარი მიამირჩი და თეკლას შეგახვედრებო, ეგ როგორ იქნება? მაგას თავიდანვე გატყუებდი რაც. მოკლედ ეხლა მე ჩემი უთებს ავიღებ და წავედი მე რა ვიცი. ეგ შენი არ არის. კაცრავად ხო ის. წავედი, პატა. კარგი არ მინდა საბა. ძალიან დიდი მადლობა. არ გვინდა კარგი. ხო, გასაგები, კარგი, წავედი. აი ხა. სისხლის მსმელებო! სისხლის მსმელებო! ხო და ასე იყო გოგოებო. მაგარია. ერთ წუთით უკაცრავად სერიოზული საქმეა და დიახ, კარგი ბიზნესია, შეიძლება დავფიქრდეთ ამაზე. აუ რა მაგარი. ვაუ, რა დაატრიალა. ვაუ. აუ დროზე გადისუნო სანამ ელენე და ლაშაბიძე მოსულან რა. გონი ვერავინ არაფერს ვერ მიხვდება. სად დავმალო ახლა? ქარა. სპირო. მაინც არაფერში არ იყენებს. ტელეფონი. აი.
ხორეზიკო. რაკენი მოწიე? მეც. გული აგერია? მე სამჯერ. არა, არ მომეწონა. თუ არა, მაგას მეორეც მე აღარ გავსინჯო. კაი, კარგად, წავედი, კარგად. აუ, თეკლა, ხო ძალიან საყვარელი ბიჭიაო, თო? კი, ხო. ნიკა, დედიკო სად არის? ჯერ არ მოსულა, დაელოდეთ. მე აღოძევით ვიმეცადინებ. აუ, როდის მოვა ელენე, ილიას ამბები მაინტერესებს. სოფი, რაღაც სუნია, ხო სახლში? რის სუნია? ფენის. ელენე, რაკენი მოგვიწია, რა ილია? ილიასთან მივედი სახლში და იმას ვიღაც ქალი ყავდა იქ. ეგ რაში გვაინტერესებს? ილიამ რაო? ქალი ყავდა ელენე. არ ვიცი, თეკლა ახლა მე მაგის მოყოლის თავი ნამდვილად არ მაქვს რა მართალია გლაშა ვინჩი ამ სპილოს ხო ვერაფერში ვერ გამოიყენა. ეს რა არის? მე გეტყვი, ეს არის სიგარეტის კოლოფი. ვიცი სოფი, აქ საიდან გაჩნდა? მე გეტყვი. ალბათ ვიღაცამ ჩადო. თეკლა, საიდან გაჩნდა ეს სიგარეტის კოლოფი? დედას გეფიცები ჩემი არ არის. არის ჩემი. აბა ვისია? პატასია ლაშასი ხომ არ არის? არ ვიცი. სიგარეტის ნამწვავია. ვიღაცას მოუწევია. არა, ელენე, მე არ ვეწევი სიგარეტს, რა თმინდა სიგარეტი? რა ვიცი, მე კიდე მაგის ფული არ მაქვს და საიდან. არა, მართლა არ არის, ჩემი არ არის, მართლა არ ხوار მოგატყვები. აბა ვისი ამ სახლში მარტო ჩვენ და ნიკა. ვაიმე ნიკა. ნიკა! დროზე ჩამოდი ქვემოთ. მე ძახდიდე. ვისია ეს სიგარეტი? აუ, ამ სპილოს ხო მართლა ვერაფერში. არ ვიცი, ვისი რა? ნიკა, არ დამიმალო, ვისია ეს სიგარეტი შენია? ასეთია სიგარეტი? ვაუ! ნიკა, თუ მოგვატყუებ, ცხვირი გაგეზრდება. არ ვიცი, ვისია. ჩემი არ არის. ელენე, გინდა მივიდე და ყურიზეში გავცხო მაგარი გინდა. მოიცადე ერთი ბიჭო, მოიცადე, აჰა, შენ ეს პურდი, გამომართვი და წყალს ჯექი აქ. ნიკა, მომისმინე ნიკა. ხო იცი, მე ყველაფერს გავიგებ. თუ შენი მოწეულია სიგარეტი, მე ამას გავიგებ. და ძალიან დაისჯები იცოდე. არ ჩახვალ ეზოში საერთოდ. 2 კვირა დაივიწყე კომპიუტერი და საერთოდ თამაშები. იჯდები სახლში და იმეცადინებ, გასაგებია? მითხარი ეხლა შენი არის თუ არა ეს სიგარეტი? მითხარი. ახლა ზუსტად ვიცი რომ ჩემი არაა. კარგი ხა რა მოგივიდათ რა იყო რატო ეჩხუბებით ეხა ბავს ჰა? ალბათ რაღაცაზე ანერვიულდა და მოწია ერთი ღე რა მოხდა? რა ანერვიულდა? რას ამბობს? რა ელენე არა აქ ანერვიულო ჰა? დედა დღედაღამე დეპრესიაში ყავს. ბიძას კიდე ჭიპი არა. სხვათა შორის მე კიდე დღეს სამსახურიდან წამოვედი. ბავშვი ერთ დღეს მოგიწევ რა მომეცი. სულ გაგიჟდი, ხო შენ სულ გაგიჟდი, ხო? გავგიჟდებოდი, ლაშა აბარა იქნება. ჩემნაირი კადრი არავის არ უნდა. ყველას ნიჭიერი, პერსპექტიული და განათლებული კადრი ჭირდება და. ნიკა, მომისმინე ძალიან გაბრაზებული ვარ, არ დამიმალო, მითხარი შენია? კარგი, ელენე, ნუ ეჩხუბები, ცოდოა ნიკა, იქნებ ნუნუს დარჩა ან ქურდს. თეკლა, ნიკა, შენი დაცვა არ ჭირდება და საერთოდ თქვენ დაგიტოვთ ბავშვი ამეცადინეთ თქო. ნიკო. ოხ, ნიკა, როგორ არ ცხვენია ნიკა, რომ ამ ხელა ბავშვი სიგარეტს ეწევი, ოხ. მე არ მომიწევია.
არა, ისე ელენე შენს მაგარი ხარ რა, თეკლას და სოფის თუ დაუტოვე ბავშვი, შენ ხო კიდე ყოჩახ რა, კიდე რა, მაგრამ სიგარეტი კი არა, ცოცხალი რო დაგხვდა, მადლობა უნდა. რა გინდათ ეხლა რატო იჭხუბებით მართლა ეხლა დააინტერესა და ერთი ღერი მოწია რა მოხდა ეხლა კაცო. შეხედე რა, შენ არ ახარ, შენ ნორმალური არ ახარ საერთოდ ხო? ნუ იცავ მეთქი ამას შენ. აბა გავცხებ მეთქი და ელენემ არაო და. არა, რას ნიშნავს აინტერესებდა და გასინჯავს? რას ნიშნავს? მეც მაინტერესებს კივი, მაგრამ ხო არ ვსინჯავ. სოფი, კივი არ გაქვს გასინჯული? არა. გასინჯე. არა. რაღაცნაირი ბუსუსები აქვს და ვერ. ნიკა, დედიკო, მომისმინე. სიგარეტის მოწევა არის საშინელი რაღაც და შენ ხელო ბავშვებისთვის კი არა, დიდი ადამიანებისთვისაც კი არ შეიძლება. მართალია ბავშვი, სხვა დროს შეეცადე ლაითი მოწიე ხო. ღირსი არ არის რაღაცა უთხრა, მაგრამ ატყდება მე ერთი ამბავი რომ ლაშატორონჯაძე მესა თქვა, ლაშატორონჯაძე ვისა თქვა თორე. ღირსი არის რაღაცად არის. მოიცადე ერთი წუთი მე მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი რა, დღეს მოკლედ შენ თავჩები დიდი მადლობა. მე გავაღებ კარს. აგერ დიდი კაცი ყავს უკვე აღარ ეკადრება. კარების გაგება ეწევა ბიჭი. გამარჯობა. გამარჯობა მობრძანდით. გამარჯობა. მობრძანდით, რა მობრძანდით. მოხდა? ხო შვიდობა. შვიდობა არის? დავიცი ქალბატონო მარინა, აი, სიგარეტის კოლოფი ვიპოვეთ სახლში, ჩვენ არც ერთი არ ვეწევით. არ ვეწევით ბატონო, არა. ხო. ეჭვი გვაქვს რომ ნიკა მოწია. ვაშ ბატონი გაიზარდა დიდი ბიჭია, დიდი. ხო და ესენი კიდე დაესივნენ და ერთად ბავშვი ეჭხუბებიან, მაგარი სანახავე დაჭექით მოდი. როგორ არ წვენია ნიკა? აი ამდენი ხალხი თავზე გადგავართ, გევლები, თავს გევლები, რა ვიცი, რას არ ვაკეთებ, ჩვენ კიდე როგორ იქცები გამაგებინე? მიდიეთ, მართლა პატა გაცხე ერთი ამას რა. მოიცა, კარგი ხო? დავშვიდით ხალხო რა. ნუ დაესიათ ამბავს. ჩემი ეგ სიგარეტი. შენი? ო, ნუ ჩემია. დღეს ვინერვიულე. თაგვზე ვინერვიულე. ვიღაცა გაუჩენია და მე მაგისთვის უკეთესი მინდოდა, ნუ ხო გესმის და შენ რომ არ გაგეგო, შემოვედი აქ და მოვწიე და ნიკას თხოვე რომ არ გამქომათქი. ხო ასე იყო? არ გცხვენია გია. არ გცხვენია, შენი ბრონქებისთვის შეიძლება სიგარეტი. პატარა ბავშვი ხარ სიგარეტს რო ეწევი. არა ისე გია, ხა სახში შემოდიხარ, ბავშვი მარტოა, გეწევი სიგარეტს? არ არის, ლამაზია. ხო გია, მართალია, მეც არ მოველოდი შენგან ამას. არა, როგორ შეიძლება შემოდიხარ და ბავშვთან ეწევი სიგარეტს? არა, მართლა რა არის, მართლა რა საქციელი რა. არა გია, არ შეიძლება რა. აი გია ერთი რა მოიცა. მე რაც ბავშვებთან სიგარეტი მაქვს მოწეული არა. დე არ ჩხუბობ გია ბიძიას, ჩემი ეგ სიგარეტი. აი, ხედავ იბრალებს ბავშვი რო გადაგარჩინეს. ქალბატონო მარინა, გინდა ეხა მივიდე და მაგრად გავცხუყურის ძეში. ია, ცოტა იქნება რაღაცა, ხო? ხელების garaშე მაინც ილაპარაკე რა. აი ესე ხო, მადლობა. ნიკა, დედიკო, ჩვენ შენ გაბრალებდით, შენ კიდე თურმე გიას იცავდი. ჩემი ჭკვიანი ბიჭი. რა კარგია, ყველაფერი ესე კარგად რომ დამთავრდა, მე მაქვს თქვენთვის ერთი სიურპრიზი. ეხლა ზუსტად ამ მომენტს ველოდებოდი, ეხლა მე თქვენს შეგისრულებთ ჩემს ახალ სიმღერას. სხვათა შორის ეს სიმღერა სიგარეტზე და მწეველებზეა. ნიკა, მოდი დამჭირე ეს მაინც. ახალი დაწევა. ერთი წვეთი ნიკოტინი რომ კლავს, ცხენს ეს ამბავი არ უხარია. მითოლოგიას თუ გავიხსენებთ, წეველი კენტავრი წელს ქვემოთ მკვდარია. არ გაგიმართლათ, რა ვქნათ ცხენებო, თქვენ კი მოწიეთ, როცა გენებოთ, მოწიეთ დილით, მოწიეთ ხამით, ნერვულ სისტემას აწყნარებთ ამით.
Keipis dros xom aris misწრება სიგარეტია მშვენება სუფრის უხდება ღვინოს არ ახსუხდება ბევრი მხუთავი და ბევრი კუპრი ნუ მომაჩერდით უემოციოთ აბა ახლავე ყველა მოვწიოთ რომ ყველგან ირგვლივ იყოს ბოლები და გამოვუშვათ ყველა მრგოლები დიდი მრგოლები აბა რა სიტყვით ამას დაიჭერე მაინა მე გავადაუცებ შემოვალ რა რეზიკოსთვის საჭმლის დაღრა დამავეცდა და ნიკა დამეხმარა შენ ხო? გია იმედია რომ შემოხვალ აქ აღარ დაждები ხო? ხო კარგი. მადლობა გიაბიძია. მოესმენ ნიკა. შეცდომის რო ეხლა ცუდად მოიქეცე და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სიგარეტი არის ყველაზე დიდი საზიზღრობა. დამიჯერებ. შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ. მომეცი პირობა რომ ასე აღარასოდეს აღარ მოიქცევ. დედას გეფიცებით. და ეს პირობა არ დარღვევ, თორემ მე და შენ ვეღარ ვიმეყობრებთ. კარგი? კარგი. რა გაუძლებს ახლა მარინას? პატას უთხართ და დაიბრალებს. რატომ დაიბრალებს? დასარჩენი არ აქვს. და ერთი ღამე თუ დაიტოვებთ სიგარეტის მოწევას კი რა სამშობლოს ხალაც დაიბრალებს. Bakçız pata çabuk rādum xar. Rādum xar. ეხლა რა მოხდა იცი აქედან გუში რომ გავედი სამსახურ და ხო ძალიან გაბრაზებული ვიყავი და გზაში მიჩემხდა ხო სისხლის მსმელები და მტარვალები ვეძახეს უყურეს რა. ხო და ეს ეხლა მწვენია და ვიმალები რა. კარგი, მოდი დაჭიქი. არა ისე კახა სიმართლე რო გითხრა, ეხლა მესმის შენი რა. სულ სხვანაირი ყოფილა სამყარო ამ სიმაღლიდან რა, ხო? მომისმინე პატა ეხლა. მოგისმინე რა მოიცადე ერთი რატო რა მოგისმინე ჯერ ისეთი მე შენთან არ მუშაობ. შენ ჩემი უფროსი არ ახარ. პრინციპში ეხლა რომ დაგცინო, ვერაფერსაც ვერ ემეტყვი. გაიგე? დაბალო. კარგი, გისმენ, დაბალო. ცუდი ამბავი მაქვს. აუ, დაბალო, აბა. ძალიან ცუდი ამბავი. აბა. მოკლედ, საბა ავარიაში მოყვა და ორივე ფეხი მოიტეხა. ეხლა საზღვარგარეთ გავუშვით სამკურნალო და რამდენიმე თვე ვერ იქნება. სამინისტროში შენ უნდა დაიწყო მუშაობა. თუ რა თქმა უნდა თანახმა იქნები. საბა ცაცი. აჰა, აი ვეუბნებოდი რა, ცაცია რო ხარ, ცაცი ისწავლე მარჯვენა რა, მოყვებოდა ორიაბა შაბა რა იქნებოდა. მარჯვენა. არა, ეს მართლა ცუდი ამბავი მითხარი ხა. ძალიან. ხო, მაგრამ რა არის, არა, მოდი შეეხა, წეგან დაბალო მეთქი რომ გეუბნებოდი ხა. არ მინდოდა რომ მეთქვა ხა დაბალო მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვა ხო ხდები დაბალო ხა, აი კიდე აი მინდა რომ არ გითხრა დაბალო მეთქი, მაგრამ ხო, ნუ დაბალო. არ მინდა, აი დაბალო, მაგრამ მაინც აი ხო ხდები დაბალო, კარგი. თანახმა ვარ შევ, ხო, თანახმა. კი არა, ბოდიში დაბალო და რაღაცა კი უბრალოდ აი. დაბა არაფერი, ხო. კი ბატონო, თანახმა ვარ შევ, კი ბატონო. იჯექი, მიოდგები. კი ბატონო, შევ. კახა. მოიცადე შენ. თეკლა მოგწონს? შენ რა იცნო? დღეს გცალია. კი. და სახლში მარტო ხარ? მარტო ვარ. ძალიან კარგი, ესე იგი პატას დაიტოვე ბაბა დროებით.
გადასარევი ბიჭია, ჩემი ნათესავია, ძალიან მოგეწონება, ეხქვავე გაგაცნო. მოდი. გაიცანე. გამარჯობა ილია. ელენე? ილია. დაუჭიპო. არგით რა, აღარ მოგბეზრდათ, 2 დღეა გადაბმულად იცინით ამ ჩემს ჭიბზე. კახა, რა იყო ბიჭო ეს ოკანი რა დაბაზე გაქვს ამ სააბაზანოში და მუხლებზე დაჩოქილმა დავიბანე პირი რა. ისე პრინციპში ახლა აი შენ რო გაკვირდები ხო აი ესე რო ავიღოთ შენი ზომები რო ავიღოთ აი ეს ბინა ხო სულ თავისუფლად შეიძლება ესე კახა გაიღვიძე აბა გაიღვიძე გამარჯობა აბა როგორ ახ როგორ გეძინა არაჩვეულებრივად სუდათ მეძინა კახა ფეხები მტკივა საშინლად აბა რატო ცუდად გედო სუდათ კი არა მედო კაცო საწოლი ისეთი მოკალია რომ ვერ დავეტიე და მთელი ღამე ესე მქონდა ფეხები გაშვებული დავიტანჯე დაჭიმული მაქვს ფეხები ძლივს დავდივარ. რა ვიცი გუში რამდენჯერაც გადმომხედე ორივე თვალი დახუჭული ქონდა. კახა შენ მხარეს რომელი თვალიც ქონდა ეგ ქონდა დახუჭული თვალი. კედლის მხარეს რომელიც ქონდა ხო ის ქონდა თელი ღამე. აი ეს მეძინა თელი ღამე და წარმოგიდგენ ეს დაიცი როგორ. ბატონო კახა ყავა ხომ არ გნებავთ? კი სიამოვნებით. ხო რო არ ვიცი სად არის? კარადაში. კარადა რო არ ვიცი სად არის? სამზარეულოში. აი სამზარეულოც რო არ ვიცი სად არის? რომ გახვალ ხელ მარჯვნივ. აი ვაიმე მარჯვენა რო არ ვიცი რომელია. კარგი მე მოვადგე. მოადგე. კი ბატონო. ნელა არ ჩამოვარდი რა საკეთებ ხილად ჩამოვარდი. აი მოადგე, ორი მოადგე მეც მინდა ხო კახა? ჩემსაც წამოიღე. ატა წესით მე კი არ უნდა გიდუღებდე ყავას. შენ უნდა მოქონდეს ლანგარზე დადებული ყავა და ფუნთუშები ჩემთვის. ო, რას ლაპარაკობ? დილის პრესა ხო არ შემოვარებელი. ბატონო კახა. აი ეს ახლა რო გიყურებთ ხო აი მე მგონი ხვდები რატო არ ხართ მაღალი თქვენ. ბადა. არა, ხო გაინტერესებთ ხო რას გეტყვით? აბა იქნება რას გეუბნები. ისი რატო არ ხართ თქვენ მაღალი? მე მგონი თქვენ ბატონო კახა აი ნაწილები გაკლიათ. არა, აი მართლა ხო აი ჩემი აზრით ახლა თქვენ მუხლები და წვევები კი არ გაქვთ. აი ეს ტერფები ეგრევე ბარძაყებზე გაქვთ არტყმული ქვევები. ეგრევე. აი ეგრევე. არა ისა ბატონო კახა რა არის ახლა ვფიქრობდი და მარტო სიგრძეზე რატო გძინავს ხოლმე სიგანეზეს დაეტევი შენ ხო და მთელი ღამე იგი იკოტრიალი აქეთ-იქით აი ესე იკოტრიალი ხოლმე ხო ხო რეზიკო არ ვიცი როგორ მოწვევ დედა ჩემია სახში გასვლას აპირებს და მე მოვწევ ისა სანთებელას ყიდვა რომ დაგვაუწყო და რითი უნდა მოუკიდოთ ასანთითაც შეიძლება? ნიკა, გამარჯობა. ესენი მაინც მოვიდნენ რა. ნიკა, ელენე სად არის? ლაშა, ზემოთ არის? შენ უკვე მოხვედი სკოლიდან? რომელი საათია უკვე მოხვედი? ეს ცით რა არის? ტელეფონია, ვლაპარაკო. ის ლაპარაკ ელენეს? თუ ეგ არის უთხარი გაჩერდით რა, მაცალეთ. ხო რეზიკო. რა ვიცი ესენი მოვიდნენ. იმედია მალე წავლენ.
ნუ თეკლა მაინც. სოფი ვერ მიწევ, თუ მკითხავს რა ბოლია, უეწყო ნისლია მეთქი. ამდე შეიძლება საერთოდ არ იცის, რომ ბავშვმა სიგარეტი არ უნდა მოწიო. აი, წავედი. ელენე, რა ხდება? ილიასთან მივდივარ, იმ დღეს ბარში შემხვდა, შემეცოდომ და დაველაპარაკო. ელენე, ადამიანი რომ შემოხედავს, კი ვერ იფიქრებს, რომ სალაპარაკოთ მიდიხარ. აუ, გოგოებო, რა კარგია, რომ მოხვედით, ნიკას დატოვება არ მინდოდა სახლში მარტო და ხო დაიტოვებთ და ამეცადინებთ. აუ, კარგი რა დედა, რა მარტო იმეცადინებთ, ხო? აუ, თან თეკლა და სოფიმ რა უნდა მომეცადინონ? ნიკა, მე როცა არ მეჩხუბო დაბალი ქულები რატო ყავს? ო, ნიკა გაჩუმდი. რა სიტყვით? კარგი ვამეცადინებთ. ძალიან. ელენე, სად უნდა შევხვდეთ? შენ და ილია. სად უნდა შევხვდეთ მე და ილია და ილიასთან მივდივარ სახლში. არ იცი სიურპრიზ უმზადებ. ვენმე რა კარგია. გოგოებო, ისე არ ვიცი, გაბრაზებული შევხვდე თუ გაღიმებული. ნახევრად გაღიმებული და ნახევრად გაბრაზებული. კარგია, ელენე, ეგრე კარგია. ო, რა კარგია. და შენ უკბილო ხუმრობას გირჩენია. დღევანდელ დღეზე ვიფიქრო. დღეს გადამწყვეტით იღეთ თქვენთვის. ან შენ დარჩები, ან საბა. უი, ხო, ბატონო. ანუ გადაწყვიტეთ უკვე ვინ დარჩება, მე საბა თუ ლაკუცი დავიწყო. არა, ჯერ არ გადამიწყვეტია. აჰა, ესე იგი ლაკუცი. კარგი, ბატონო კახა. შეფ, იცი რა არის გუშინ ღამე საბანი ქონდა გადახდილი და მე დაგაფარე. ხო? მართლა? აბა, ეგეთი რამე არ დამართნია. მე და რატომ ქონდა საბანი გადახდილი? არა, რა არის, თავიდან უბრალოდ მე გადაგხადე. შემცივდა რა. შემცივდა და გადაგხადე, ხო და მე დამცხა ორ საბანში და ერთი ისევ გადაგაფარე. აი რა ვქნა, აი ესე ვზრუნავ თქვენზე ბატონო კახა, აი ესე ვზრუნავ თქვენზე. დიდი მადლობა ზრუნველობისთვის, მაგრამ ეგ არ გიშვირდება.